ბუნებრივია, იმიტომ რომ შემშობელი ხარ და ამა ხარ და ინერვიულებ მაგრამ. ხალხის გული ეთკინება, მე რა უნდა გავაკეთო, როგორ უნდა მოვიქცე შენ წარმოგიდგენია. ხარში უნდა დაუდგე გესმის გოგა, მეტი არაფერი, უნდა მოусმინო და დაელაპარაკო. დამთავრდა. კი, რა თქმა უნდა, ველაპარაკებ, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, რომ აქ მარტო мама საკმარისი ნამდვილად არ არის აქ. ვინმე ისეთი ჭირდება გვერდში, ვისაც ეს ყველაფერი გამოვლილი აქვს და მასავით პატარა გოგო იყო ერთ დროს. დიახ. ანუ მე გჭირდები, პირდაპირ უნდა მითხრა, რომ გჭირდები. ხო და სიმართლე გითხრა იმაგის სათქმელად და სათხოვნელად მორდიშეთ. ძალიან დიდი სიამოვნებით გოგო. ძალიან გამიხარდა და იმედი მაქვს, რომ ყველაფერში დაგეხმარები. დაელაპარაკები? ხო, აბა რას ვიზავ? მე გააკამგენი დროში. ელენესთვის თუ არ მაქვს დროს, ხა ვისთვის მაქვს, მითხარი. თან სულ ფიქრობდი, როდის მოვიდოდა ის დრო, როცა მე და ელენი დავსხდებოდი და ეს როგორც უფროსები ისე ვიჭორავებდი. უმაშინებ ძალიან გთხოვ. რისი გეშინი, აი არაფერი არ არის ანერულო. ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ უნდა მოვაყოლინოთ რაღაცები, ვიცოდეთ ყველაფერი და ხარში დაუდგეთ, მეტი არაფერი. ნუ ნერვიულო. ხო, ისე მოგაყარე ხა ეს ყველაფერი, რომ აღარც მეკითხავს შენ როგორ ხარ. რა ვიცი, ბარ, ისე ხან კარგად, ხან ისე ნორმალურად. გაბრიელი. ვაიმე, კოპა, იცი რა მხელა, აი ბუტკუნა ძალიან დიდი. ხო და აი გაბრიელი რო დიდი ბიჭი გაიზრდება, უკვე იცი ვისთან უნდა გაუშვსალაპარაკოთ. თავისთავად, სხვა არც განიხილება, ხო იცი? უნდა გავიქცე მართლა ძალიან გეჩქარე. კი, რა პრობლემაა. კაიქენი რომ მოხვედი და არ ინერვიულო არაფერს. ხო, მე მგონი სანერვიულთან აღარ მაქვს. საერთოდ არაფერი. აბიშენიც. In the dead of winter's night, we can see the clouds are closing in. If we wait till morning light, we'll be warm again. We'll be warm again. The only thing I know is this is love that we are falling in. Even when the powers snow, we'll be warm again. გია შენ ახარ? ო მე ვარ. წვანილი მომიტანე? წვანილიც მოგიტანე და რაღაც პროდუქტებიც. აუ, წყალი დამალევინე რა თორე დავიხალე კიბერებს. რა იყო ლიტი კიდე არ მუშაობს? არა. აგერიც. აი ხარე. ისო, რეზი სადა? სად იქნება? თავის ამხანაგებთ არ. ესე მეც მაგარი ვიკითხია რა. თითქოს სულ მეგობრებთან არ იყოს გასული. კი. ახალგაზრდა არ აქვს. გია. რამე უცნაური რეზისთვის ხوار შეგიმჩნევი ამ ბოლო დროს. არა, რა უნდა შემენიშნო? მეც. აღარაფერს აღარ მიყვება, არ მეჭორავება თავის თავზე. ისე ადრეც თავს არ იკლავდა მაინდა-მაინც ჩემთან. რაიმეს მოყოლი. ხუ შენ ხო იკლავდი თავს? ხო, რა ვიცი, ეგეთი ბავშვი იყო, სულ და ეგეთი ეხლაც. არა, ისე რამდენჯერმე კი მთხოვა ფული მჭირდებაო. ბევრი? მარც ცოტა. ხო, რა ვიცი, ახლა ახალგაზრდა იქნებ მჭირდებოდა. ხო, რას გაიგე?
ახალია? კი. აი ხლა ერთ მეილს გავგზავნი და მე წამოდი სყავა დავლიოთ რა. ახალი აპარატი გვაქვს და ძალიან მინდა რომ გავსინჯო. არა, რა მირჩევნი აქ ვისაუბროთ და ყავა მერე დავლიოთ. რა ყველას საგიტყდათ ვერ გავიგე, მყავობა. კიდე ვინ? ყობა იყო მოსული და შემოიარა რაღაცას. უიმართლა? ეს. და ისიც ვიცი რომ დაინახე და არ მოხვედი. უნდა მოსულიყავი? აბა არ უნდა მოსულიყავი ქეთი? ჰა? რა ვიცი, რაღაც არ მინდოდა რომ თავი უხერხულად ეგრძნო. პირიქით გაუხარდებოდა რომ მოსულიყავი. კარგი რა, მე უკვე ვისწავლე ჭკუა, იქ არ მივიდე, სადაც ჩემი ადგილი არ არის. აი რა. ისე ხომ შვიდობ. კი. ელენეს დაიწყო ის პერიოდი, ხო იცი? ვიღაცა მოწონს სკოლაში, იმასაც მოწონს, მოკლედ ერთთან ბავშვი არიან და ეს ნერვიულობს ზა, რომ ვინმე მარაწყენინოს ერთთან ბავშვი არის და ეხლა რჩევა უნდოდა და მოვარდამდა. კარგი რა. ჩვენი ბავშვობა გამახსენდა. გახსოვს რა სისურვალეებზე ვნერვიულობდით ხოლმე? ძალიან მეცინება. მაგრამ თან მენატრება ეგ პერიოდი, იცი? ძალიან მენატრება. ხო დაელაპარაკები. თან შეიძლება არ ავიყავს, ვისაც ამ ყველაფერს მოუყვება. ხო, აბა რას ვიზავ? თან ელენი ყო არის ჩვენი პირველი ბავშვი კი. ჩვენი სამეგობროსი. და ცოტა არ მჯერა, ხო იცი რა ხე მაგ თემაზე უნდა ვილაპარაკო, რომ აი ვიღაცა მოწონს რჩევა უნდა მივცე, პასუხისმგებლობას გძნობ და თან ნერვიულობ ცოტა. ძალიან საყვარელია. ბოდიში, მაგრამ მგონია რომ ელენეს გარდა კიდე ვიღაცებს ჭირდებათ რჩევები. შენს არ გონია? ვის გულისხმობ? რომ მეუბნები, რომ ესე არ მოვიქცე, გიორგისთან ისე მოვიქცე, ესე ჯობს, აქეთ-იქით რაღაცებს ჭკუას რომ მასწავლი, შენ გონია, შენ თვითონ თავს არ იტყუებ, კეთი? იქნებ ვილაპარაკოთ ამ თემაზე. თავს არ ვიტყუებ. და თავს რო არ ვიტყუებ, ზუსტად მაგიტო ვცდილობ, რომ დისტანცია დავიჭირო კობასთან. არ ვამბობ, რომ გრძნობები არ მაქვს. მაგრამ ნუ ეს არაფერს არ ნიშნავს. როგორ გითხრა რომ არ მესმის? აი ნუ მოკლედ. ამაზე სასაუბროთ მარტო არ მოსულ ვარ. რაღაც მაქვს სათქმელი და სწორედ მაგიტო არ მინდოდა იქ ყავის დალევა, რომ რაღაცები არ გაიგოთ. რა მოხდა კიდე რამე ახალი ამბავია? ჰა? გილოცავ. ახალი უფროსი ყავს. ლიზა. ვინ ლიზა? გიორგის ყოფილი ასისტენტი. ხო და მე რა განარვიულებს? იყოს რომ საერთოდ არ მიშლის. ხო, ნუ აღმოჩნდა რომ ბევრად კვალიფიკაციური კადრია ვიდრე უბრალო ასისტენტი, სერიოზული განათლებით და ასე შემდეგ. ხო და რა ვიცი ახლა, არ ამგონია რომ ჩვენთან ურთიერთობის გაფუჭება უნდადეს ადამიანს, რომელიც სამსახურში მოსვლიდან 2 საათში უცებ ლიდად დაინიშნა. ლიზა. ხო, ნუ არ ვიცი, ახალი ადამიანია თავისი წესებით, ჩვენ არ ვიცნობთ და ამიტომ თვლი რომ ცოტა ფრთხილად უნდა იყო. ძალიან მიყვარხარ რომ ნერვიულობ ჩემს. კაი, რა უნდა ქნას ქეთი, ნუ იყოს. ჩვენ საქმეს მივხედოთ. კაი, ხო წავედი, მეც ბევრი საქმეები მაქვს. ოღონდ ყავის დალევას რო გადაწყვიტავ, გეხვეწები დამიძახე რა, ვერავისთან ერთად ვერ დავლი ეს ყავა. ო, აბა რას ვიზამ, გეტყვი. ესე იგი დღეისთვის რაც დავგეგმეთ ყველაფერი ძალაშია. კი, 9-ზე ვახშამი, ლამაზი ხედით და ეს ტირამისუს დესერტი ამდენ ვერ ვლაპარაკობ. გიშტები როცა იცი როგორ გამახარ. მიხარია თუ გამონდეს. აქედან უნდა გავიდეთ თუ ჩემით მოვიდე. ზრა, მე მგონი ჯობია რომ დღეს შენით მოხვიდე. რაღაც პატარა საქმე აქვს მოსაგვარებელი და იქნება არ გინდა რომ სამსახურში ერთად დაგვინახო. არა, რატო მომისმინეთ? მე მგონი შენ სამოდა გინდოდეს ახლა ჯერჯერობით რომ დაგვინახოს და რაღაც ზედმეტი კითხვები გააჩნდეს და რაღაც ხდება რა.
თუ არ გინდა რომ შენ მოყოფილმა ცოლმა გაიგოს. ქალბატონო ლიზა, ეს რა ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს. რას გაიგებს ანა და რას არა. წავედი 9-ზე მანდვარ. გონი გადავრჩით და არ შეუმჩნევებთ. ეგ არის თავისუფალი ოთახი და მშვიდად ვიმუშავებთ. მე საიდან მოვცოდნოდა? აი, გადავრჩით და გეხვეწები, მალე მოვჩით რა. რა თქოს გაიგე? რა მნიშვნელობა აქვს სალომე რა თქოსა? ой, ისე აქ რა დრამებია იწევა? როგორ მიყვარს ეს სამსახური რა? აი, მოდი გეხვეწები.